მოგესალმებით და ბედნიერი დღე მოგცეთ ღმერთმა, ჯანმრთელები გამოგყოფოთ და კარგად გამოგყოფოთ. ახლა მოგაწოდოთ ფლავრის რეცეპტს, რომელიც სასურველია თუ გექნებათ ბატკნის, წყლის ხორცი, თუ არა და არა, საუბრობლად შეგიძლიათ საქონლის ხორცითაც გააკეთოთ და აგრეთვე შეგიძლიათ გააკეთოთ ქათმის ფილეებიდან. აიღეთ კარგად 1 კილოგრამი ხორცი. 1 კილოგრამ დაახლოებით 1 კილოგრამი ხორცი უნდა მოშუშო. 1/2 კილოგრამ ძალიან წმინდად მოხრაკო, მოშუშო, წმინდად დაჭრილ ხავთან ერთად და კილოზე კილო ჭირდება სტაფილო. აუცილებლად მამახვილებ ყურადღებას, რა რაოდენობის არის ხორცი, ის რაოდენობა უნდა იყოს სტაფილო. ამას დავუმატებთ შავ წიწაკას, წითელ წიწაკას, ფერი თუ გინდათ და მოყვითალო ფერის გინდათ, როგორც აზერბაიჯანელები აკეთებენ ფლავს, ისინი შაფრანს უშვებიან, ცოტა ზაფრანას უშვებიან. თან ამას უკეთებენ მარტო ხორცთან არა, ყოფენ ამ სუნელს, სადღაც ერთი სუფრის კოვზი უნდა იყოს 1/2 ხორცთან ერთად, რომ ხორცმაც გემო მიიღოს, შავ წიწაკასთან ერთად და 1/2 უკვე მოწალულ ბრინჯთან ერთად. თუ არა და შეგიძლიათ ბრინჯი საერთოდ არ მოწალოთ და გარეცხოთ, გაასუფთავოთ და ისა გარეცხილი ბრინჯი შეგიძლიათ ამ გამზადებულ უკვე თითქმის გამზადებულ უკვე ხავს და მოშუშულ მოხრაკულ ისა ხორცს სტაფილოსთან ერთად დააყაროთ ბრინჯი. ბრინჯს რო დააყრით, შეგიძლიათ ზემოდან აუცილებელი არის, სავალდებულო არის ძირა, უნდა მიცეთ ძირა. ხორცსაც უნდა მისცეთ ძირა, 1/2 სუნელი, ესე იგი ხორცსაც უნდა მისცეთ და 1/2 სუნელი მორჩენილი კიდევ უნდა მიცეთ თვითონ ბრინჯსაც. ამას თუ მოწალული გაქვთ ბრინჯი და მოწალულს დაასხავთ უკვე გამზადებულ ხორცს, იქ მზადების პროცესი ნაკლებია. თუ არა და შეგიძლიათ გარეცხილი გასუფთავებული ბრინჯი დააყაროთ ზემოდან 1 კილოგრამ ბრინჯზე, სადღაც საშუალოდ დაგჭირდებათ ალბათ ესა 1/2 კილო, არა 400 გრამი ბრინჯი, 400 გრამი, 350-400 გრამი ბრინჯი. ამას დაასხავთ 400 გრამ ბრინჯს დაასხავთ 3 ჭიქა წყალს ადუღებულს, თუ მოწალულია ბრინჯი, ამდენი წყალი არ დაჭირდება ჭიქა 1/2-ით ეყოფა. მოაყრეთ შავ წიწაკას მარილით გემოვნებით, უკვე ბრინჯს მოფენილზე მოაწყობთ ზემოდან შეგიძლიათ თუ გაქვთ კომში, დაჭრილი კომში, თუ არა კურაგა, ისა ჩირი, აბრიკოსის ჩირი, აბრიკოსი ჭერამის ჩირი და შუა ადგილზე გარეცხილი გასუფთავებული მთლიანი გაუფრთხნელი ისა მიორი უნდა ჩაადოთ.